გამარჯობათ მეგობრებო, მე მელანი დადალაური ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ etsy-ის მაღაზიის SEO ოპტიმიზაციის შესახებ, კერძოდ კი საკვანძო სიტყვების შესახებ. ასე რომ ეს ვიდეო არის თქვენთვის, ვისაც გაქვთ მაღაზია etsy-ზე, ან აპირებთ მომავალში მაღაზიის გახსნას. SEO ოპტიმიზაცია, როგორც უკვე იცით, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი პროდუქტის ხილვადობისთვის, რომელიც გულისხმობს სათაურის კატეგორიის ატრიბუტისა და საკვანძო სიტყვების ოპტიმირებას. საკვანძო სიტყვები, ეგრეთ წოდებული თეგები, საშუალებას გაძლევთ აღწეროთ თქვენი უნიკალური პროდუქტი 13-მდე ფორმულირებით და ყოველი საკვანძო სიტყვა არის დამატებითი შანსი, რომ მყიდველმა პროდუქტი ადვილად მოძებნოს საძიებო სისტემაში. ამ ვიდეოში გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას საკვანძო სიტყვების შესაქმნელად, კერძოდ კი დაყოფილია მაღაზია 3 ნაწილად. პირველ ნაწილში ვისაუბრებ, როგორ უნდა გავაკეთოთ თეგების ფორმულირება, მეორე ნაწილში ვისაუბრებ, როგორ არ უნდა იყოს თეგები ფორმულირებული და მესამე ნაწილში თქვენთან ერთად გავაკეთებ იდეების გენერირებას რამდენიმე მიმართულების სფეროს და ფუნქციის მიხედვით, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად მარტივად შევქმნათ ძლიერი საკვანძო სიტყვები თქვენი პროდუქციისთვის. სანამ უშუალოდ გადავიდოდე ვიდეოზე, მინდა მცირეოდენი თქვენი ძვირფასი დრო მოვიპარო და 4 თემაზე ვისაუბრო. პირველი, თუ გაინტერესებთ გზავსი ვიდეოები, ძალიან გთხოვთ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს მაძლევს ძალიან დიდ мотивაციას და ეს ნიშნავს, რომ ის დრო და ენერგია, რომელსაც ვდებ ამ ვიდეოში, ნამდვილად ღირს ამათ და თუ მეტი მოთხოვნა იქნება გზავს ვიდეოებზე, აუცილებლად გავაკეთებ. მეორე, თუ გაინტერესებთ SEO ოპტიმიზაციის სხვა ნაწილებიც, კერძოდ როგორიც არის სათაური, კატეგორია და ატრიბუტები, შემიძლია ამ თემებზეც ჩავწერო ვიდეო, თუ ეს კონკრეტული ვიდეო ავა 50 ლაიქამდე, მოწონებამდე. თუ არ იცით, როგორ შეიძლება გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო ან დააკომენტაროთ, ამისათვის საჭიროა თქვენი Gmail-ის აკაუნთი, რომლის საშუალებითაც პირდაპირ შეგიძლიათ შეხვიდეთ YouTube-ის არხზე და ყველა ეს ფუნქცია გააქტიურდება თქვენთვის. მესამე, თუ გაინტერესებთ და სურვილი გაქვთ შევხვდეთ სხვა ფორმატში, კერძოდ კი Instagram-ის ან Facebook-ის ლაივის საშუალებით, დააკომენტარეთ ასევე კომენტარებში საკვანძო სიტყვები. Instagram live ან Facebook live, რომ ვიცოდეთ, რომელ პლატფორმას ანიჭებთ უპირატესობას და შეგვიძლია გავაკეთოთ პირდაპირ ეთერში კითხვა-პასუხის რეჟიმი და ყოველდღიურ კონკრეტულ კითხვას გავცე პასუხი. ასევე შეგვიძლია live-ის ეს ფუნქცია გამოვიყენოთ თქვენი მაღაზიების განსახილველად. ანუ პირდაპირ ეთერში შეგვიძლია განვიხილოთ კონკრეტული მაღაზიები, როგორ არის ისინი აგებული, როგორ აქვთ გაკეთებული SEO ოპტიმიზაცია, რა არის შესასვლელი, რა აქვთ კარგად გაკეთებული და ასე შემდეგ. მეოთხე, ყურადღება მინდა გავამახვილო, თუ გვიყურებენ სმენა დაქვეითებული ადამიანები, ძალიან დიდ ბორჯს უხდირო ჩემს ვიდეოს არ აქვს სუბტიტრები. როგორმე ხმა მოგვაწვდინეთ ან დააკომენტარეთ კომენტარებში და თქვენ აუცილებლად მიიღოთ ვიდეოს წერილობით ვერსიას. ასევე სხვა ადამიანებისთვისაც, რომლებისთვის უფრო მარტივია წაკითხulis გააზრება, ვიდრე ვიდეოდან შინაარსის გამოტანა და დამახსოვრება, უბრალოდ დააკომენტარეთ ან მომწერეთ Instagram-ზე ან Facebook-ზე და აუცილებლად პირდაპირ გამოგიგზავნით პატარა checklist ან ვიდეოს ბლოგის სახით. მაშასე დავიწყოთ. ნომერი პირველი. გამოიყენეთ აუცილებლად 13-ვე საკვანძო სიტყვა. etsy გვაძლევს ამის საშუალებას და არავითარ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა არ გამოტოვოთ. მეორე, თაგები უნდა იყოს აუცილებლად იმ ენაზე, რომელი ენაც აირჩიეთ თქვენი მაღაზიის დარეგისტრირებისას. მესამე, აუცილებლად გამოიყენეთ რამდენიმე სიტყვიანი საკვანძო სიტყვები. თითოეული თეგი თუ არ ვცდები, შეიძლება იყოს 20 თუ 30 სიმბოლომდე და რამდენიმე სიტყვების კომბინაციას უფრო მეტი აზრი აქვს, ვიდრე ცალკეული სიტყვების საკვანძო სიტყვად გამოყენებას. მაგალითად, პერსონალიზირებული სამაჯური ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სიტყვები პერსონალიზირებული და სამაჯური. და ამით კიდევ ერთ
თუ პერსონალურ სამაჯურს ერთად ჩავწერთ, ამით დავზოგავთ კიდევ ერთი საკვანძო სიტყვის გამოყენებას. მეოთხე, გაითვალისწინეთ თქვენი მაღაზიის სტატისტიკა და რომელ საკვანძო სიტყვებს იყენებენ თქვენი მომხმარებლები თქვენი პროდუქტების საპოვნელად. ამისათვის შეგიძლიათ მარცხენა მენიუში სტატისტიკაში შეხვიდეთ და ჩამონათვალში აირჩიოთ პროდუქტების საცაკი და ნახოთ თითოეული პროდუქტის სტატისტიკა. სულ ბოლოში წერია ის სიტყვები, რომლის საშუალებითაც იპოვა მომხმარებელმა თქვენი პროდუქტის საძიებო სისტემაში. ეს არის ის ძლიერი პროდუქტები, რომლებიც ეხმარება თქვენს პროდუქტს ხილვადობაში და თუ ძალიან ბევრი ისეთი keyword-ი გაქვთ, საკვანძო სიტყვა, რომელსაც მომხმარებელი არ აკლიკებს, მათ შეგიძლიათ გაუკეთოთ ხელახალი ფორმულირება. მეხუთე, აირჩიეთ პროდუქტზე ორიენტირებული გრძელი საკვანძო სიტყვები. იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოთ მაღალი კონკურენტულარიანი სიტყვები. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი თქვენგანი სხვა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ეძებთ ისეთ საკვანძო სიტყვებს, რომელსაც ძალიან მეტი ადამიანი იყენებს და აკლიკებს. თუმცა ეს საკვანძო სიტყვები არის მაღალი კონკურენციის შემქმნელი სიტყვები და ამის მაგალითად ჯობია რომ უფრო ზუსტად ფორმულირებული სპეციფიკური keyword-ები საკვანძო სიტყვები გამოვიყენოთ. რას ნიშნავს ეს? კი არის საკვანძო სიტყვები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს, თუმცა რადგან იმისა, რომ რადგან მათზე კონკურენცია ძალიან მაღალია, იმის შანსი, რომ თქვენი პროდუქტი ამოვარდება და აკრიკებს მყიდველი და იყიდის, არის ძალიან მცირე. ამის მიუხედავად, თუ გამოიყენებთ ზუსტად თქვენს პროდუქტზე მორგებულ სპეციფიკურ keywords, კი ძალიან ცოტა ადამიანი მოძებნის ამ keyword-ით, მაგრამ როგორც კი ამ keywords გამოიყენებენ, თქვენი პროდუქტი აღმოჩნდება პირველ გვერდზე და შანსი იმისა, რომ მას დააკლიკებენ და იყიდებენ, იყიდიან პროდუქტს არის ძალიან მაღალი. მაგალითად, იმის მაგივრად რომ გამოვიყენოთ ქსოვილის ჩანთა ან ბრილიანტის ბეჭედი, შეგვიძლია ეს უფრო მეტად დავაკონკრეტოთ და ჩავწეროთ მაგალითად ტილოს ჩანთა. ანუ ნაჭერი დავაკონკრეტეთ ტილოს ჩანთად და ბრილიანტის ბეჭედის მაგივრად შეგიძლიათ ჩაწეროთ ბუნებრივი ბრილიანტის ბეჭედი. ყიდველები, რომლებმაც იციან ზუსტად რა უნდათ, უფრო მარტივად იპოვიან თქვენს პროდუქტს და იყიდიან შესაბამისად. ახლა კი ვისაუბრებთ მეორე ნაწილზე, საკვანძო სიტყვები როგორ არ უნდა გამოვიყენოთ და ეს ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, არ გაიმეორეთ თაგები. ამაში არ გულისხმობ, არ გაიმეოროთ ზუსტი ფორმულირებები, მაგალითად ლივნიანი წყალი. ამის ფორმულირების საშუალებას, ამის გზავსად ჩაწერის საშუალებას თვითონ ეცი არ გვაძლევს, ის აუცილებლად შეგახსენებთ, რომ თქვენი საკვანძო სიტყვები მეორდება და ის უნდა შეცვალოთ. გულისხმობ იმას, რომ თაგებში, საკვანძო სიტყვებში, თაგებში არ გაიმეოროთ ერთი და იგივე სიტყვები. მაგალითად, ცხოველის კედლის დეკორაცია და 8 ფეხას ნაბეჭდი ნახატი, ეს ორი საკვანძო სიტყვა ბევრად უფრო ეფექტური და ძლიერია, ვიდრე ჩავწეროთ ნაბეჭდი 8 ფეხა, ან 8 ფეხას ნახატი, ან ნაბეჭდი ნახატი და ასე შემდეგ. მიხვდით ხომ? მთავარია რომ სიტყვების ფორმულირებები ერთად შევაჯამოთ და უფრო გრძელვადიანი სიტყვები გამოვიყენოთ და 8 ფეხა არ გამოვიყენოთ ცალკე. ანუ ნაბეჭდი 8 ფეხა, 8 ფეხას ნახატი, 8 ფეხას დეკორაცია და ასე შემდეგ. გამოვიყენოთ 8 ფეხას კედლის დეკორაცია და ცხოველის ნაბეჭდი ნახატი. მეორე, გაიმეორებთ კატეგორიებს და ატრიბუტის დასახელებებს თქვენს საკვანძო სიტყვებში. კატეგორიები და ატრიბუტები უკვე ასრულებენ საკვანძო სიტყვების ფუნქციას, ამიტომ მათი განმეორება არ არის საჭირო და დაზოგეთ ამ კუთხით თქვენი საკვანძო სიტყვები. მაგალითად, თუ თქვენი პროდუქცია განთავსებულია ხელნაკეთი ბეჭდების კატეგორიაში, keyword-ად საკვანძო სიტყვა ხელნაკეთი ბეჭდის გამოყენება აღარ არის საჭირო. მესამე, არ დაუშვათ განზრახ მარტწერითი შეცდომები. თუ ყიდველმა დაუშვა შეცდომა პროდუქტის ჩაწერისას, ეცი ავტომატურად ახდენს ამის
კორექტირებას და შინაარსობრივად სთავაზობს იმ პროდუქტს, რომელიც ერგება მათ შესწორებულ ვერსიას. ამიტომ იმედით, რომ თუ მყიდველიც შეცდომას დაუშვებს და ამის წყალობით შემთხვევით მოხდება თქვენს განცხადებაზე, ამის იმედი არ გქონდეთ. მეოთხე, თავის შეიკავეთ მრავალენოვანი საკვანძო სიტყვებისგან. ეს პრობლემა ხშირად აქვს ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე ენაზე საუბრობენ. მეც ხშირად წერ ხოლმე საკვანძო სიტყვებს, რომლებიც გერმანულად და ინგლისურად შინაარსი რეალურად ერთი და იგივეა. ამის საჭიროება არ არსებობს, როგორც უკვე გითხარით, ეცი თავად თარგმნის პროდუქციას. თუ თქვენ რამდენიმე ენაზე საუბრობთ და გსურთ, რომ პროდუქცია და თქვენი განცხადება თავად გადათარგმნოთ, ამის საშუალებას გვაძლევს ეცი და შეგიძლიათ სათაურის აღწერაც და საკვანძო სიტყვებიც გადათარგმნოთ, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ეცი ამას თავადაც აკეთებს, თუმცა თუ გსურთ, რომ ბევრად უფრო ლამაზად იყოს ფორმულირებული თქვენი განცხადების სათაური და აღწერა, ვიდრე ამას ავტომატური ხელსაწყო გააკეთებთ, ანუ გადათარგმნის მეთოდია, შეგიძლიათ რომ აუცილებლად გამოიყენოთ ეს ფუნქცია და თავად გადათარგმნოთ თქვენი განცხადებები. მეხუთე, არ შეგეშინდეთ მრავალობითი სიტყვების გამოყენების, ან ბრუნვაში ჩასმული სიტყვების ფორმულირების. რადგან ეცი ყურადღებას აქცევს სიტყვის ფუძეს და სიტყვის ფუძისგან გამომდინარე უთანაბრებ საკვანძო სიტყვებს, შესაბამის საკვანძო სიტყვებს. ანუ თუ ჩაწერა მყიდველმა დეკორატიული, დღიური, მაგრამ თქვენ გიწერიათ საკვანძო სიტყვებში დეკორატიული დღიურები, ეს თაგები ერთმანეთის თანასწორია. ახლა კი გადავიდეთ მესამე ნაწილზე და გავაკეთოთ იდეების გენერირება თქვენი საკვანძო სიტყვებისთვის. პირველ რიგში, მინდა რომ მოიმარჯოთ საწერი საშუალებები, ან იქნება iPad-ი, მობილური, რომელიც სახელდახელოდ გექნებათ, რომ ჩაინიშნოთ ეს კატეგორიები, რადგან დაგეხმარებათ უფრო კრეატიულად და მარტივად ჩამოაყალიბოთ თქვენი საკვანძო სიტყვები. დაფიქრდით იმაზე, თუ რა ხდის თქვენს პროდუქტს უნიკალურს და როგორ შეიძლება მომხმარებელმა მოძებნონ ის მარტივად. თუ თქვენთვის სასურველი ფორმულირება დასაშვებს სიმბოლოებზე მეტია, შეგვიძლია დავყოთ ის რამდენიმე სეგმენტად. მაგალითად, თქვათ, კლიენტი ეძებს მინიმალისტურ ნიშნობის ბეჭედს, რომელიც საკმაოდ ძლიერი და კონკრეტული საკვანძო სიტყვაა, მაგრამ ის დასაშვებს სიმბოლოებზე მეტია. ეს რამდენიმე სეგმენტად დაყოფის შემთხვევაში შეგვიძლიათ ჩავწეროთ მინიმალისტური სამკაულები, ბრილიანტის ბეჭედი და ნიშნობის ბეჭედი. ეს სიმბოლოები და სეგმენტები კიდევ უფრო კონკრეტულია, ვიდრე უბრალოდ მინიმალისტურის ან ბეჭედის ჩაწერა. და კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ, სპეციფიკური და კონკრეტული თაგები და მრავალსიტყვიანი თაგები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ეფექტურია, ვიდრე ერთსიტყვიანი ან მაღალი კონკურენციის მქონე ზოგადი საკვანძო სიტყვების გამოყენება. მოკლედ, ახლა გადავიდეთ იმ კონკრეტულ სფეროებზე ან მიმართულებებზე, რომლის მიხედვითაც უნდა ვიფიქროთ რაღაც კონკრეტული მიმართულებით, რომ ადვილად გავაკეთოთ ჩვენი თაგების საკვანძო სიტყვების ფორმულირება. პირველი, ეს არის მკაფიო ფორმულირებები. გამოიყენეთ ზედსართავის სახელები, აღწერითი ნიშნის საშუალებით შეგიძლიათ მკაფიოდ აღწეროთ თქვენი პროდუქტი. მაგალითად, 20-იანი წლების კატის გულსაბნევი, მრავალჯერადი გამოყენების ჩალის ტომარა, ზოლიანი კერამიკული კათხა და ასე შემდეგ. მეორე არის მასალები და ტექნიკა. თუ თავად ქმნით პროდუქციას და ეცი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ქმნიან პროდუქციას, თუმცა არა მარტო, თქვენ ხართ ექსპერტი და ძალიან კარგად იცით რა მასალებს იყენებთ და ტექნიკას თქვენი პროდუქტის გასამზადებლად. ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ ეს სიტყვები საკვანძო სიტყვებში. იქნება ეს მაგალითად ნაქარგი კედლის დეკორაცია, მრავალჯერადი გამოყენების ხის ჩარჩოები, პერსონალური ჭიქა, მოოქროვილი ბრილიანტის ბეჭედი, მინერალური ქვებისგან დამზადებული საყურეები და ასე შემდეგ. მესამე,
ვისთვის არის ეს პროდუქტი შექმნილი. დაემხმარეთ ყიდულს, არჩიოს პროდუქტი საყვარელი ადამიანისთვის. და მიუთითეთ საკვანძო სიტყვებში თუ ვისთვის არის ან ვინ შეიძლება გამოიყენოს ეს კონკრეტული პროდუქტი. მაგალითად, შეგვიძლია ჩავწეროთ საჩუქრები ახლობლებისთვის, საჩუქრები ახალდაქორწილებულებისთვის, საჩუქრები დედებისთვის, საჩუქრები მასწავლებლებისთვის და ასე შემდეგ. მეოთხე, დღესასწაულები და კონკრეტული შემთხვევები. შეგვიძლია ჩავწეროთ, რომელი კონკრეტული შემთხვევებისთვის არის შექმნილი ეს პროდუქტი, ან რომელი დღესასწაულებისთვის. აქვე პატარა შეხსენება, ეს ფუნქცია უკვე არის Etsy-ზე პროდუქტის შექმნისას შეგვიძლია ჩაწეროთ, რომელ დღესასწაულისთვის არის შექმნილი, მაგალითად თუ არის ეს სახალხო დეკორაციები ან საღდგომო კურდღლის კალათა, ეს შეგიძლიათ მიუთითოთ, ასევე ატრიბუტებში შეგიძლიათ ჩაწეროთ holiday და occasion, დღესასწაული და შემთხვევა, ანუ კონკრეტული შემთხვევა, განსაკუთრებული შემთხვევა. თუმცა აღწერაში, ანუ უბრალოდ საკვანძო სიტყვებში კონკრეტულად შეგიძლიათ გააკეთოთ ზუსტი ფორმულირება თქვენი პროდუქტებისთვის, მაგალითად, ნათლობის საჩუქრები, პატარა საშრობაო საჩუქრები, პირველი იუბილეის საჩუქრები, ცხოველების წვეულებისთვის და ასე შემდეგ. მეხუთე, გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული საკვანძო სიტყვები. თუ ქმნით ისე პროდუქტს, რომელიც ეხმარება ადამიანებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში, ესეც მიუთითეთ საკვანძო სიტყვებში. ანუ შეიძლება რომ თქვენი პროდუქტები აკმაყოფილებს მკითხველის უბრალოდ მყიდველის მოთხოვნილებას, წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილზე, როგორ შეიძლებოდა ჩაეწერათ ეს სიტყვები საძიებო სისტემაში და შესაბამისად შეგიძლიათ გააკეთოთ საკვანძო სიტყვების ფორმულირება, მაგალითად. ორგანიზირებული სისტემა კარადისთვის, სპორტული სამაჯური, ლანჩის ყუთის სტიკერი, დახურული ბაღის ხელსაწყო და ასე შემდეგ. მეექვსე, სტილი. მყიდველის ინდივიდუალური ესთეტიკა აკონტროლებს მისი ყიდვის ქცევას. ყოველს გსურს რომ ვიყიდოთ ესეთი ნივთები, რომელიც ჩვენს გემოვნებასთან არის შესაბამისობაში და შესაბამისად შეიძლება ვეძებოთ ასევე საძიებო სისტემაში. თეგები, რომლებიც მაქსიმალურად აღწერს ჩვენს გემოვნებას. იფიქრეთ იმაზე, რომელი დრო, ფერების პალიტრა ან ესთეტიკურობა შეესაბამება თქვენს პროდუქტს და შესაბამისად ჩაწერეთ ისინი საძიებო სისტემაში. მაგალითად, ბაროკო სტილის ნატურა, მინიმალისტური ბეჭედი, კედლის რუსტიკალური დეკორაცია, ტოპოგრაფიული ბეჭედა და ასე შემდეგ. მეშვიდე, ხო? ზომა. ზოგიერთი პროდუქტისთვის ზომა შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ამიტომ აუცილებლად დაამატეთ ზომის და ფერის აღნიშნული სიტყვები თქვენს საკვანძო სიტყვებს. მაგალითად, ბრტყელი კალათა, პლაჟის დიდი ჩანთა, ბავშვის შარვალი, პატარა ოქროს საყურეები და ასე შემდეგ. ბოლოში გავედით უკვე ბოლოში, დაპირებული რჩევა, რომლის დაპირებას დამავიწყდეთ დასაწყისში. მარტივი, როგორ შევცვალოთ მარტივად ჩვენი საკვანძო სიტყვები Etsy-ზე, რომ არ მოგვიხდეს ყველა განცხადების სათითაოდ გახსნა. ამისათვის საჭიროა, რომ შევიდეთ ლისტინგების განყოფილებაში, განცხადებების განყოფილებაში, მოვნიშნოთ დავაწყіпოთ პროდუქტს, რომლის საკვანძო სიტყვების შეცვლაც გვინდა, მაღლა ველში გააქტიურდება editing-ის ფუნქცია, შესწორების ფუნქცია. უნდა დავაკლიკოთ მას, ჩამოიშლება drop down menu, ჩამონათვალი menu, რომელშიც ავირჩევთ თაგების შესწორებას და შეგვიძლია ის თაგები, რომლის წაშლაც გვინდა, შეგვიძლია ჩავწეროთ საძიებო ველში და დავაჭიროთ წაშლას, დავამატოთ ასე ახალი საკვანძო სიტყვები. გისურვებთ წარმატებებს და ბევრ გაყიდვებს Etsy-ზე. კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, არ დაგავიწყოთ, მოიწონოთ ვიდეო Gmail-ის აკაუნტის, შეგიძლიათ შეხვიდეთ Facebook-ს, YouTube-ს და დააკომენტაროთ და გამოიწეროთ ასევე არხი და დააკომენტარეთ თუ გინდათ რომ ნახოთ კიდე შემდეგი ვიდეოები და რომელი ვიდეო გინდათ რომ იყოს შემდეგი
სათაური ატრიბუტი თუ კატეგორია. ეს სამი ნაწილი შემიძლია შემოგთავაზოთ ოპტიმირების კუთხით, როგორც კი 50 ლაიქზე ავა მოწონებაზე ავა ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით და არ დაგავიწყოთ რომ მზად ვარ ნებისმიერი თქვენი კითხვისთვის. ასევე მინდა გავაჟღერე რომ etsy.g საიტზე etsy-ის გუნდი არის მზად დაგეხმაროთ თქვენ ამ პრობლემის გადაჭრაში და შეგიძლიათ მოძებნოთ იქ ადამიანების სპეციალური ჯგუფების მიხედვით თუ რა სფეროში არიან ისინი კომპეტენტურები და ძლიერები და შეეხმიანოთ მათ, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან უკეთ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია და უფრო მეტი ხილვადობა შესძინოთ თქვენს პროდუქტებს etsy-ის მაღაზიაში. ნახვამდის დროებით. იმედია მალე შევხვდებით, როგორც კი 50 მოწონებაზე ავა ვიდეო, შევწერ ახალ ვიდეოს. მადლობა კიდევ ერთხელ. ნახვამდის.